არამეული, ანუ არამესენა. იმისათვის, რომ მსმენელმა მოახერხოს სიღრმისეული გააზრება, დააჯერება, თუ რას ნიშნავს არამეული ენა. ენა, რომლითაც მეტყველებდა ქრისტე. უფრო დაზუსტებით, ენა, რომლითაც მეტყველებს ქრისტე. სათქმელს დავიწყებთ ამენით, ენა ქართულით მოვლენილი წმიდა წერილის სიღრმისეული მეცნიერული კვლევებით მოწოდებული ქართული ენის სულიერი წერის სტრუქტურის წარმოდგენით. ინფორმაციის გადაცემის ერთადერთი სრულყოფილი საშუალება დამწერლობაა. ეპოქალური მოვლენების ზუსტი აღწერა და მომავალი თაობისათვის გადაცემა მხოლოდ წერილობითი ფორმით არის შესაძლებელი. სწორედ ამის გამო, ინფორმაციული ნათელის მოვლენების დიდი შესაძლებლობის აღსანიშნავად წმიდა წერილი სიტყვას მიიჩნევს ღმერთად. ამასთანავე განსაკუთრებითაა აღნიშნული ადამიანის მსგავსება ღმერთთან. ყოველივე ეს თავის მხრივ უთითებს, ადამიანი და სიტყვა მსგავსი მოწყობისაა. ასეთი მარტივი და თითქოს იოლი ლოგიკური დასკვნა წმიდა წერილის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოა. დღემდე ამ მსგავსებაზე პარალელი გაუვლია ვინმეს. როგორი ჰარმონიული წონასწორობაც არის ადამიანის სულსა და სხეულს შორის, ზუსტად ასევეა მოწყობილი სიტყვაც. იცის ასეთი რამ ჩვენმა ენათ მეცნიერებამ. ან ბიოლოგიამ სიტყვის მოწყობის თავისებურება, ადამიანის მოწყობასთან თუ შეათავსა. როგორც ადამიანს ჰყავს მამა და დედა, ისე სიტყვასაც ჰყავს თავისი მამა და დედა. ისე როგორც ადამიანი არის სულისა და სხეულის ერთობა, ასევეა სიტყვაც. ისევე როგორც ადამიანისათვის დგება ჟამი, როცა სხეული კვდება და სული აგრძელებს სიცოცხლეს, ასევე სიტყვას უდგება ჯვარცმის კანონით გათვალისწინებული ჟამი, როცა მისი სხეული განტყდება ანუ დაიშლება, ხოლო მასში არსებული სული გააგრძელებს სიცოცხლეს. და ასე შემდეგ. მაგრამ ყოველივე ამაზე თანმიმდევრობით. მართლმადიდებლური მოძღვრება გვასწავლის, სიტყვა არის ძე ღმერთი იესო ქრისტე. ეს ინფორმაცია წმიდა წერილში ღიად და დაუფარავად არის მოცემული. იესო ამბობს: მე მამისათანა ვარ და მამაე ჩემთან არის. ეს სიტყვები თუ გავიგეთ მარტივად და კონკრეტულად, აი ასე, სიტყვა არის მამაში და მამა არის სიტყვაში. ბუნებრივია ისმის კითხვა, რა არის სიტყვაში მყოფი მამა? პასუხის გაცემის დროს უნდა შესრულდეს პირობანი. მამა არის სიტყვის მომავლინებელი, ის სიტყვაშივე არის. თან ისე, რომ სიტყვა და მამა ერთ არიან. და კიდევ მრავალი სხვა პირობა. ვთქვათ განმარტებულად, სიტყვაში მყოფი მამა ამავე სიტყვაში მყოფი ასო-ნიშნებია. აი როგორ სრულდება პირობა. სიტყვა ასო-ნიშნების თანა არსს და ასო-ნიშნები არსს სიტყვისა თანა. განა ისინი არ არიან ერთ. სიტყვა მთლიანობაში ნაყოფად ძეა და ასო-ნიშნებად მამა. განა სიტყვა ასო-ნიშნებიდან არ არის მოვლენილი. ყოვლის სამპყრობელი ღმერთი თავის თავზე ამბობს: მე ვარ ანი და ხოე. სიტყვა გამოვიდა ანი და ხოე მამისაგან. მალე დაუდგება დრო, როცა დატოვებს წერილის ხორციელ მხარეს და ისევ მამასთან, ანი და ხოესთან მივა. გამოვედ მამისაგან და მოვედ სოფლად და კვალა დაუტევ სოფელსა და მივალ მამისა. სიტყვა ძე ღმერთი გამოვიდა ანი და ხოე, ან ბანი, მამისაგან. მალე დაუდგება დრო, როცა დატოვებს წერილის ხორციელ მხარეს, სოფელს და ისევ მამასთან, ანი და ხოესთან მივა. ეს დიდი საიდუმლოა. აქ ფიზიკურად კი არ ხდება რამე. არამედ სიტყვა ინფორმაციულად ანბანური ჭეშმარიტებისაგან გამოვიდა. მისი სრული ინფორმაციულობის შესასწავლად ის ანბანურ საწყისთან უნდა მივიდეს შესაჯერებლად. სიტყვის სხეული, გვამი, ერთი ინფორმაციაა, რომელი ერთი ინფორმაციითაც ჩვენ ყველამ უკვე მივიღეთ ნათელი. რამე თუ ერთი და სულითა ჩვენ ყოველთა ერთისა მიმართ გვამისა ნათელ ვიღეთ. გინა თუ ხურიათა, გინა თუ წარმართთა, გინა თუ მონათა, გინა თუ აზნაურთა და ყოველთავე ერთისა მიმართ სულისა გვიესვამს.
და რამე თუ გვამი იგი არა არს ერთასო, არამედ მრავალ. ძე ღმერთის სიტყვის საიდუმლო ზუსტად აქდევს. მისი ერთი ნათლისღების პროცესიდან უნდა გადავიდეთ უფრო დიდ, ან ბანით ანუ მამით ნათლისღების პროცესზე, რომლის მაღალი ინფორმაციულობის სიდიდე სწორედ მრავალ ასოთგან გამოდის. სწორედ ამის გათვალისწინებით შეიძლება ჩავწდეთ იესოს სიტყვებს. სიტყვათა, რომელთა გეტყვიეთ თქვენ, თავით ჩემით არა ვიტყვიე, არამედ მამაია ჩემი, რომელიც ჩემთან არს, იგი იქს საქმესა. იპოსტასი ძე არის მამა ასონიშნებიდან ხორციელ ნაყოფად მოვლენილი სიტყვა. ასეთი სიტყვა სულიერი სამყაროს ინფორმაციებს ვერ გადმოსცემს. ამას აკეთებს მხოლოდ სიტყვაში მყოფი ასონიშნები, ანუ მამა. ზუსტად ამას სხვა კუთხითაც ამბობს წმიდა წერილი. სიტყვა კი არის ღმერთიო, მაგრამ არა სიტყვიეთა არს სასუფეველი ღმრთისაე. ხომ დავინახეთ, სასუფეველს სიტყვა ინფორმაციულად ვერ იძლევაო. კიდევ ერთი. უკვე თუ მე ვწამებდე თავისა ჩემისათვიეს, წამებაი ჩემი არა არს ჭეშმარიტ. ეს აზრი აქვე გრძელდება. სხვაი არს, რომელიც წამებს ჩემთვიეს. აქ იგულისხმება სიტყვაში მყოფი მამა. დასკვნად დავსწინოთ. სათქმელს სიტყვაში მყოფი ასოები ამბობენ და არა სიტყვა. გადავამოწმოთ ეს დასკვნა. მაგალითად სიტყვა უფალი. ეს სიტყვა შედგება 5 ასონიშნისაგან. აბა თუ ვიტყვით სიტყვას ისე, რომ მასში მყოფი ასონიშნები არ ვთქვათ. ვერ ვიტყვით. ღმერთი გვეუბნება, მიყურებთ და ვერ მხედავთ, გესმით და არა გაგეგებათ რა. საოცარია პირდაპირ, ვუყურებთ სიტყვას და მასში მყოფ ასონიშნებს ინფორმაციულად ვერ ვხედავთ. გვესმის სიტყვა ასონიშნებად ნათქვამი, მაგრამ სიტყვაში მყოფი ასონიშნებისა არა გაგვეგება რა. დადგა დრო დავსვათ შეკითხვები. იცის ენათმეცნიერებამ და გრამატიკამ სიტყვაში მყოფი მამით ანუ ასონიშნებით ინფორმაციის მიღება და ამ ინფორმაციათა მეცნიერული ანალიზი. ან დღევანდელ მოძღვრებას თუ შეუძლია სიტყვის სახელით, მასში მყოფ მამას დაუსვას შეკითხვა და მიიღოს მისგან პასუხები. შეუძლია სიტყვაში მყოფი მამის აღთქმა შეასრულოს ინფორმაციულად. როგორ უნდა მოვიქცეთ, სად არის ხსნა? პასუხი თვით წმიდა წერილს აქვს. ხსნა, ანუ ახსნა და განმარტება, სიტყვის ჯვარცმაშია. სწორედ ესაა მამის ნება. სიტყვაში მყოფი ასონიშნების ინფორმაციულობის შესასწავლად სიტყვა ჯვარს უნდა ეცვეს. აი წმიდა წერილის ყველაზე დიდი საიდუმლო. იესო ამბობს, ანუ სიტყვა ამბობს. უმჯობეს არს თქვენ და რაიეთა მე წარვიდე. დახსენით ტაძარი ესე. ამბობს თავის სხეულის დაშლაზე. ღმერთმა ძეთვიესი მოავლინა, მსგავსად ხორცდა. ამისთვის თქვენცა, ძმანო ჩემო, მოჰკვედით შჯულისაგან ხორცითა მით ქრისტესითა. რაიეთა იყვნენ თქვენ სხვეს ამის მკვდრეთით აღდგომილისა, რაიეთა ნაყოფი გამოვიღოთ ღმრთისა. ძე ღმერთი სიტყვა გვეუბნება. მე სათქმელს ვერ ვამბობო, სათქმელს ჩემში მყოფი მამა იქცო. მამის ნების აღსრულებად მე თუ არ წავედიო, ისე მამა სახელითა ჩემითა ვერ მოავლენს ნუგეშინის მცემელს სული წმიდასო. ამიტომ თქვენ ცნობიერად სიტყვის ხორცითა მოკვდით მისივე ჯვარცმაშიო. რამე თუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათაშინა, მამაე, სიტყვაე და სული წმიდაე, ესე სამნი ერთ არიან. პირდაპირ არის მითითებული, რომ სიტყვაში, ძე ღმერთში არის მამაც და სული წმიდაც. სიტყვაში მყოფი მამა არის ამავე სიტყვის ასონიშნები, მაგრამ რა არის სული წმიდა? ჩავხედოთ მრწამს. სული წმიდა, უფალი და ცხოველს მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს. აბა კარგად დავუკვირდეთ სიტყვის მომავლინებელ ანბანს, ანი და ჰოეს. რა არის თითოეული ასონიშნიდან გამომავალი? ძნელი მისახვედრი არც ეს ყოფილა.
თითოეულ ასონიშანს შეესატყვისება რიცხვთა 2 სათვალავის შესაბამისი 2 რიცხვი, რიგითი და რიცხვითი. ამ მსჯელობას შევაჯეროთ ისიც, რომ სწორ წმიდა წერილში მოსეს ერთ-ერთ წიგნს ჰქვია რიცხვთა. თუ კარგად გავაანალიზებთ, რატომ რიცხვთა და არა რიცხვი, თვით სული წმიდა გვიკარნახებს, რაშია საქმე. ანბანური კანონზომიერება ზუსტად გვითითებს რიცხვთა სისტემის გატოლებით, რომ შემოქმედი მამიდან, ანუ ანბანიდან გამომავალი სული წმიდა, არის რიცხვთა 2 სათვალავის კანონი, რომელიც წმიდა წერილში როგორც უხილავი სული, ისე არის ჩადებული. მაგრამ გონების თვალით დანახული ის კონკრეტული ინფორმაციის მომცემი სისტემაა. თუ გვეეჭვება, გადავამოწმოთ სხვა კუთხითაც. რომლისაგან ყოველი გვამი შენაწევრებულ და შემტკიცებულ არს, ყოვლითა შეახლებითა უხვევისაეთა შეწევნისაებრ, საზომისა თვიეთვეულისა ასოიესა. სიტყვის სხეული შენაწევრებული და შემტკიცებული არის თითოეული ასოს საზომითო. ასონიშნის საზომი სწორედ ის 2 რიცხვია, რომელიც ანბანით ეკუთვნის მას. სამყაროს უზენაესმა გონმა გამოიყენა რა მაკროს სამყაროს მოდელი, და მწერლობაში შექმნა ანბანი, სადაც სამება აისახა ასე. მამა, ასონიშნები. ძე, სიტყვა. ანბანის შემთხვევაში ასონიშნის სახელი. სული წმიდა, რიცხვთა სისტემა. ეს სამება თავის თავში არის ერთ არსება და ჰქვია დამწერლობის ღმერთი, ანუ ანბანი. ანალოგიური მოდელი ანბანიდან გადავიდა წერილში. რადგან ერთ არსი სამებისას ზუსტი კანონიკით ჩაიდო წერილში, ამის გამო მას ეწოდა წმიდა წერილი. წმიდა წერილი ანუ ღმერთის სიტყვა, მამისაგან, ანი და ხოესაგან გამოვიდა და ხორციელ იქნა, და ემკვიდრა ხორციელად ჩვენში, ახსავსე მადლითა და ჭეშმარიტებით. ამ წერილს თავისი ბიბლიური კოდური სახელი ჰქვია და მისი სახელია იესო ნაზარეველი. იესოს ჯვარცმაზე მოთხრობილი ხორციელი ისტორია პირდაპირი მითითებაა სიტყვის ანუ წმიდა წერილის ჯვარცმით აღდგომისა. ესაა ყველაზე დიდი საიდუმლო. ღმერთის სიტყვა ანუ წმიდა წერილი ჯვარცმამდე ხორციელი ბუნებით იძლევა ინფორმაციებს, ხოლო ჯვარცმის შემდეგ სულიერი ბუნებით. ენათ მეცნიერებო და მართლმადიდებელო მოძღვრებო, საკუთარ თავს შევეკითხოთ. წმიდა წერილით მოცემულ იესოს ჯვარცმაში თუ დავინახეთ სიტყვის ჯვარცმა. მამის ნებით რატომ უნდა ეცვეს სიტყვა ჯვარს? სიტყვაში მყოფი ასონიშნების ნება რატომ არის სიტყვის სხეულის ჯვარცმა? თუ ჩვენ წმიდა წერილში ჩაწერილ სიტყვებს ვერ დავუდგინეთ ასონიშნებად დალაგების კანონზომიერება, მაშინ როგორ გამოვა, ერთის მხრივ ვამბობთ სიტყვა აღმერთიო და მეორეს მხრივ გამომძიებელ სიტყვის მოწყობისა არ ვართ. სიტყვა ღმერთს როგორც იდეალურ მოწყობად არ ავიქონთ. ხომ უნდა გამოვეძიოთ სიტყვის აგებულებას, ხომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის ნამდვილად სრულქმნილებაა და ღმერთია. რომელია სწორი სიტყვა, მახვილი თუ მახვიელი? თუ ასეთი მარტივი რამ არ ვიცით, როგორ უნდა გავარკვიოთ, რომელი ნაწერი ბიბლიაა სწორი? სწავლებას ჯვარცმაზე თვითწმიდა წერილი გვაწოდებს. გავიხსენოთ იესოს პური, როცა განტეხა მოწაფეებისათვის. მადლობდა განტეხა და თქვა, მიიღეთ და ჭამეთ, ესე არის ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი. ამ ციტატას შევუთავსოთ კიდევ ერთი. არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი. იესო სიტყვაა, მისი ხორცი სიტყვის სხეულია. სწორედ სიტყვის სხეულია პური. აბა როგორ შეიძლება სხვაგვარად ვჭამოთ იესოს ხორცი? ამ პურით ცხონება შეუძლებელიაო. ცხონების მომცემი მხოლოდ განტეხილი პურია, ანუ განტეხილი სიტყვაა. მადლი მხოლოდ განტეხილი პურიდან, ანუ განტეხილი სიტყვიდან გაიცემა. ისმის შეკითხვა, როგორ განწყდება სიტყვა? ეს იგივე სიტყვის გაყოფაა და ნაწილ-ნაწილად დაშლაა. თავის მხრივ ასეთი პროცესი. მსგავს არს იგი მარცვალსა მდოგვიესასა.
ზუსტად ასონიშანი ვიეგუკარნახობს, რომ აქ საუბარია სიტყვის მარცვალზე. გარკვევით არის მინიშნებული, რომ თავის დროზე დაითესა არა მდოგვიე, არამედ მარცვალი მდოგვიესა, ანუ დაითესა არა სიტყვა, არამედ მარცვალი მისი. ესე იგი სიტყვის აგების წინაპირობაა მარცვლებად დათესილი ინფორმაციები. ასე რომ, პირველ უმარტივეს განტეხვას მივყავართ სიტყვის მარცვლებამდე. ამ მარცვლის აღორძინება იძლევა დიდ ხეს. და აღორძინდა და იქმნა იგი ხედით, და მფრინველთა ცისათა და დაიმკვიდრეს ფტოთა მისთა. სწორედ სიტყვის მარცვლებად გაყოფაზე საუბრობს წმიდა წერილი. ხოლო განყოფანი მადლთანი არიან და იგივე სულიარს. და განყოფანი მსახურებათანი არიან და იგივე თავადი უფალიარს. და განყოფანი შეწევნათანი არიან და იგივე თავადი ღმერთიარს, რომელიც შეიქმს ყოველსა ყოველთა შორის. სიტყვის მარცვლებად გაყოფა, ეს სიტყვის ჯვარცმის უმარტივესი პირველი ნაბიჯია. შესაბამისად ამით საქმე არ მთავრდება. უკეთ ვარა მარცვალი იფქლისა ედავარდეს ქვეყანასა და მოკუდეს, იგი მარტოია ხოლო ეგოს, ხოლო უკვე თუ მოკუდეს, მრავალნაყოფნი გამოიღოს. მარცვალიც კი უნდა მოკუდეს, ანუ სიტყვის ჯვარცმა ბოლომდე უნდა შესრულდეს. ამით სიტყვის მარცვლოვანი მოწყობიდან ასონიშნებიან მოწყობამდე გადავალთ. სწორედ მამა ასონიშნებიდან გამოვა მრავალი ნაყოფი, ანუ სიტყვაში მყოფი მამით მოხდება ინფორმაციების აღმოთქმა. შესაბამისად, ამას ბიბლიური ტერმინით ვეხვია, აღთქმაი მამისაი. იესო ჯვარს ეცვა რა ნებსით, ამით შეასრულა მამის ნება და ემსახურა კაცობრიობის ხსნას. ეს აზრი ასე უნდა გვესმოდეს, სიტყვის სხეულის ჯვარცმაში არის ხსნა, ანუ ახსნა განმარტება. ხოლოდ ამ გზით სიტყვის ფარგლებში გამოგვაქვს მამა ასოების ნაყოფი, რომელიც თავის მხრივ მამიდან გამომავალი სული წმიდით, ანუ ასონიშნებიდან გამომავალი რიცხვთა სისტემის კანონზომიერებით გადმოიცემა. შევაჯამოთ, სიტყვა არის ღმერთი. ამით ნათქვამია ის, რომ სიტყვა სტიქიური მოწყობის არ არის. მასში ჩადებულია ინფორმაციულად სრულყოფილი სისტემა, სადაც ყოველი ასონიშანი, ყოველი მარცვალი და სრულიად მთელი სიტყვა შეწონასწორებულია სამების მკაცრი კანონით. სიტყვა ღმერთის სრული ინფორმაციული პაკეტი, ეს არის მამით, ძით და სული წმიდით მოცემული მთლიანობა. სადაც ძე სიტყვის სხეულით არსებული ნათელია, წყლით ნათელი. მამა ასონიშნების ნათელია, ცეცხლით ნათელი. სული წმიდა რიცხვთა სისტემის ნათელია, სული წმიდით ნათელი. თუ ჩვენ წმიდა წერილიდან ინფორმაციებს ვერ ვღებულობთ, სიტყვის ორი უხილავი სულით, ასონიშნებით და რიცხვთა სისტემით, მაშინ ჩვენ წყლით ნათლის ღების პროცესში ვიმყოფებით. დღევანდელ ენათმეცნიერებას წარმოდგენა აქვს, რომ ანბანი არის სიტყვის შექმნის ფუნდამენტი, მაგრამ არ ესმის ასონიშნებიდან აშენებული სიტყვის მოწყობის კანონი, არ ესმის ანბანურ რიცხვთა სისტემის როლი დამწერლობის შექმნაში. სამწუხაროდ, ასეთი რამ არც დღევანდელმა მოძღვრებამ იცის, ამიტომ ისინი სიტყვა ღმერთს სრული ინფორმაციულობის პაკეტით ვერ გვაჩვენებენ. ახლა დავუბრუნდეთ ამ ფილმით ძირითად სათქმელს. სიტყვა არის ძე ღმერთი. სიტყვის სამებით მოწყობის სტრუქტურის გათვალისწინებით, ყოვლის მპყრობელ ღმერთად წოდებული ასომთავრული ანბანით, ანი და ხოეთი მოვლენილა ამ სიტყვას, ძე ღმრთისას, გააჩნია ორი ბუნება. შესაბამისად, გვაწოდებს ორ სხვადასხვა ინფორმაციას. ერთია ხორციელი, რომელსაც განაპირობებს იპოსტასი ძე. მეორეა სულიერი, რომელსაც განაპირობებს სიტყვაში მყოფი ძალი. იპოსტასი ძე ამბობს: უკვე თუ მე ვწამებდე თავისა ჩემისათვიეს, წამებაი ჩემი არა არს ჭეშმარიტ. გარკვევითაა ნათქვამი თავისა ჩემისათვიეს, თავით თვისით. სიტყვაში მყოფი ძალისთვის ძე ამბობს:
ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაე. გიძღოდის თქვენ ჭეშმარიტებასა ყოველსა, რამე თუ არა იტყოდის თავით თვიესით. აქ კი საუბარია არა თავით თვისით. უნდა მივხვდეთ. სიტყვიდან ხორციელი ინფორმაციათა მოწოდება ხდება იპოსტასიცით, თავით თვისით. ამ დროს ზე საუბრობს მეს ფორმით. ამიტომ ჩანს ტერმინი თავისა ჩემისათვიეს. სიტყვიდან სულიერი ინფორმაციათა მოწოდება ხდება არა ძით, ანუ არა თვალისთვის ხილული მელნით ნაწერი სიტყვის სხეულით, ხორცით, არამედ ძალით, ანუ მამით და მისგან გამომავალი სული წმიდით. ამიტომ ამბობს მოციქული. რამე თუ არა სიტყვითა არ სასუფეველი ღმრთისაე, არამედ ძალითა. ფორმა მე, სიტყვითა არს, ანუ იპოსტასი ძით, ესაა მეული ფორმა. ფორმა არამე, არა სიტყვითა არს, ანუ ძით არაო, ესაა არა მეული ფორმა. იესო ნაზარეველის ორი ბუნება ნიშნავს ღმრთის სიტყვის ორ ინფორმაციულ მარაგს. როცა ვახსენებთ იესოს საუბარს არამეულად, უნდა გვესმოდეს, რომ საუბარია სულიერი ინფორმაციების მოწოდებაზე. მისი გადმოცემა ხდება, მხოლოდ არამეთი, ანუ არა თავით თვიესით. იესოს საუბარი არამეულად ნიშნავს სიტყვის სულიერ ინფორმაციებთან, ქართული დამწერლობითი საზომი სისტემით საუბარს. მოსემ არამეული ენით დაწერა პირველი წერილებიო. არამეული დამწერლობა შეიქმნა მოსეს ეპოქიდან, 500-600 წლის შემდეგ. ბიბლიური არამეული ენისა და წერის გაიგივება არამეულ დამწერლობასთან კატეგორიულად დაუშვებელია. ქრისტე მეტყველებს ქართული დამწერლობითი საზომი სისტემით. ამენით.